ეს ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელია, სადაც მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართა. იოსიმასი მსოფლიოში ყველაზე დიდი აბაკუსზე დაფუძნებული გონებრივი არითმეტიკის პროგრამაა. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 30 წელია მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კონკურსი. იოსიმას ჯორჯიას მოწაფეებმა ამჯერად 80 ქვეყნის 6000-ზე მეტ მონაწილესთან ერთად იასპარეზეს და შეძლეს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბზე ღირსეულად წარედგინათ. ხუთწლიანი შრომის შედეგად ნამდვილად ამაყივარ. იუსიმას ჯორჯიას მონაწილეობით და ჩვენი ბავშვებით. ჩვენ ხომ უპრეცედენტო წარმატებას მივაღწიეთ. 2022 წელს, როდესაც ონლაინ შეჯიბრებაში მივიღეთ მონაწილეობა, მოვიპოვეთ გამარჯვებული სტატუსი და გვყავს მსოფლიო მასშტაბით ერთი გრანდ ჩემპიონი, რეზი აბულაშვილი, რომელმაც პირველად გვასახელა. ახლა კი გამარჯვებულების რაოდენობა ბევრად მეტია. ჩვენმა მოწაფეებმა 6 თვით ადრე დაიწყეს მზადება ამ შეჯიბრისთვის. უამრავი ენერგია ჩავდეთ ერთად და შედეგიც ძალიან საამაყოა ჩვენი გუნდისთვის. საერთაშორისო კონკურსში საქართველოდან 7 წლიდან 13 წლამდე ასაკის 11 მოზარდი იღებდა მონაწილეობას როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. 11-ვე გამარჯვებულია შესაბამის კატეგორიაში. განცდები და გამოცდილება ყველას განსხვავებული აქვს. გამოცდაზე რო გავდიოდი, არ ვიყავი შეშინებული, არც ემოციებში ვიყავი. ჩვეულებრივ გავდიოდი და იმას ვიძახდი, რომ ანუ რაც შემეძლია, იმას გავაკეთებთ ხო და გავადი და გავიღე პირველი ადგილი. აი 945. ეს ზუკა ფალქოსაძეა, რომელიც ტელეკომპანია იმედის პროექტის პატარების დიდი შოუს მონაწილეა. მაყურებელმა ის როგორც პატარა მათემატიკოსი უკვე გაიცნო, ახლა კი მორიგ წარმატებაზე გვიყვება. საქართველოს რო ვასახელე ძალიან გამიხარდა, რადგან მინდა რომ ყველა მიცოდეს საქართველოს როგორია ლამაზია და მინდა რომ ყველა მიცოდეს რას ნიშნავს საქართველოს დროშა და მინდა რომ იცოდნენ რომ საქართველოში ძლიერი ადამიანები არიან. საქართველოში რომ ბრუნდებოდი ჩემის გამარჯვებით, ჩემი ოჯახის წევრები დავხვდნენ დიდი პლაკატით და ძალიან გამიხარდა ვუყურებდი და ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემთვის. ნერვიულობდი და როდესაც გამოაცხადეს ჩემი სახელი, ძალიან მომეშვა, ანუ რაღაც ნაწილში ვფიქრობდი, რომ ჯილდოს არ მივიღებდი და ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავ. იუსიმას ეს არ არის მხოლოდ მათემატიკა, ეს არის მენტალური არითმეტიკული სისტემის უნივერსალური კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში გამოიყენება და ამ პროგრამით უკვე 3 მილიონზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა. აბა, მოდი ზუკა მოიწია პირველი და ზუკას პასუხი ნახოთ. მე მივიღე 1585. პროგრამა შედგენილია ბავშვთა განვითარების ექსპერტებისა და მათემატიკის სპეციალისტების მიერ. თამაშისა და გართობის გზით აბაკუსის და მენტალური არითმეტიკის გამოყენებით ხდება თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს თანაბარი გააქტიურება. საგნის შესწავლით მოზარდი ეჩვევა სწრაფ, ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას. ასევე ბავშვებში ნერგავს თავდაჯერებულობას, ავითარებს კონცენტრაციის, ნებისყოფის უნარს და აძლიერებს სწავლისადმი ინტერესს. ნიშნულოვანი ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძელი 2025 წელს საქართველო იქნება. ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან 1500 ბავშვი ჩამოვა 45 ქვეყნიდან. ეს ღირსშესანიშნავი ამბავია. კავკასიის რეგიონში საქართველო იქნება პირველი, რომელიც ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს.